გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები უკვე ძალაშია, რაც უცხოელებისთვის მთელ რიგ სფეროებში მუშაობის აკრძალვას ან შეზღუდვას გულისხმობს. კერძოდ, მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელები საქართველოში გიდად, კურიერად და ტაქსის მძღოლად ვეღარ იმუშავებს. დანარჩენებმა კი შრომის უფლების ნებართვა უნდა მიიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა საჭირო ან დასაქმებულის მხრიდან ან თავად დამსაქმებლის მხრიდან. თუმცა ჯერ უნდა დაასაბუთოს დამსაქმებელმა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვერ იპოვა შესაბამისი კადრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზად იყო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. ახლა უფრო რთულ ნაწილში შევდივართ, ასე გამოეხმაურა ახალ რეგულაციებს სოციალურ ქსელში ჰოტელიერი სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი მაიკო მურაჩაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება. მისი აზრით, კანონს გარდამავალი პერიოდი სჭირდებოდა, რათა ახალი რეგულაცია არც მოსახლეობას და არც დამსაქმებლებს ტვირთად არ დააწვეს. მოკლედ, ვის უფრო დაარტყამს უცხოელების დასაქმების შეზღუდვა, რომელიც 1 მარტიდან ძალაში გაძურდება თუ არა მომსახურება მუშახელის დეფიციტის გამო და რამდენად შეძლებს ადგილობრივი სამუშაო ძალა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საქართველოს თუ ქართველის დასაქმებას ჯობს, მაგრამ ხშირად არც კომპეტენციები და არც მუშაობის მსურველთა რაოდენობა და არ მოდის ბალანსში ბაზრის მოთხოვნასთან, წერდა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მაიკო მურაჩაშვილი. აღსანიშნავია, რომ ის ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში მოქმედ სოციალურ პოლიტიკას საკმაოდ ღიად აკრიტიკებს. ჰოტელიერს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში არაერთ სასტუმროს მართავს, მიაჩნდა, რომ მოქმედი სისტემა შრომის უნარიანი კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებდა ქვეყანაში. ამიტომ სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმების დაწყებას ის იწონებს, მაგრამ ხედავს სხვა გამოწვევებსაც. რამდენად მზად არიან მუშაობას გადაჩვეული არასაკმარისი სამუშაო უნარების მქონე ადამიანები დასაქმებისთვის. საინტერესოა დამსაქმებლების პოზიცია ამ კუთხით, როგორ წარმოუდგენიათ ამ ადამიანების ამუშავება და სად ხედავენ სახელმწიფოს მხარდაჭერის როლს. სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშთების მაიკო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზეც მინდა ვისაუბროთ დღეს და სხვა ბიზნეს სიახლეებზეც, რაც გაქვთ. მაგრამ დავიწყოთ ახალი რეგულაციით. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა, გიდების, კურიერების და ტაქსების მძღოლების შემთხვევაში კი საერთოდ აიკრძალა. რა გამოწვევებს ხედავთ თქვენ როგორც დამსაქმებელი, რადგან რეგულაცია არის უკვე ძალაში, ფაქტობრივად ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე. მე ყოველთვის თუ აკვირდებით, ყოველთვის პოზიტიურით მიყვარს ხოლმე დაწყება და მე გადავდივარ კრიტიკის ნაწილზე, ამიტომ მოდი პოზიტიურით დავიწყებ აქაც. გიდების ნაწილში ცალსახად მივესალმები და ეს იყო ძალიან აუცილებელი, ამას ტურიზმის სექტორი, ტუროპერატორები, გიდები ძალიან დიდი ხანია ითხოვენ, ვითხოვდით, იმიტომ რომ საქართველოს შესახებ უნდა მოყვეს ქართველმა. ვერავითარ ვერ მოყვება საქართველოს შესახებ ისტორიას, ვერ გაიტანს ისე და საქართველოს ვერ გააცნობს არაქართველი ადამიანი, ისე როგორც ქართველი გააცნობს, ხო? ქართველი გიდი, რომელიც ბუნებრივად გაიზარდა ამ გარემოში და პატრიოტიზმის სულში აქვს, უხარია, უყვარს, იცის თავისი საქართველო, ყველა ნაბიჯი უყვარს და სხვანაირად ყვება. გარდა მაგისა, გარდა იმისა, რომ ეს სოციალური ან უბრალოდ პატრიოტული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, სოციალური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგი გიდების ნაწილი უმუშევარი დარჩა, იმიტომ რომ ისინი ჩაანაცვლეს იმ ქვეყნიდან შემოსულმა ადამიანებმა, რომელი ქვეყნიდანაც ძალიან ხშირი ნაკადების დენა იყო, იგივე თქვათ ირანი, არაბეთიდან, ინდოეთიდან თავისი გიდები ჩამოყავდათ და თქვენთანაც ეთერში არაერთხელ მისაუბრია ეკონომიკურ უკუ ეფექტზეც, როგორ გაედინება ფული ასეთ შემთხვევაში, როდესაც ტუროპერატორიც უცხოელია, რომელიც ხშირად არც კი არის დაფიქსირებული და საკმაოდ ისეთი ბევრი შავი ხვრელი ქონდა ეკონომიკური კუთხით ამას. ეს ძალიან კარგია. ანუ ნამდვილად რომ გიდების ნაწილი მოხედავთ ამ ნაწილშიც. კერძო სექტორის წარმომადგენელი გარკვეული ხედავს მაგალითად იმ მიმართულებით, რომ იგივე კი ხედავთ გარკვეულწილად ჩვენმა ტურიზმმა გეოგრაფია იცვალა და საკმაოდ გახშირდა ჩინეთიდან ვიზიტები, სხვა არაბული ქვეყნებიდან და ამ ენების სპეციალისტები, მაგალითად ჩინურენოვანი ბევრი გიდი არ გვყავს ქვეყანაში და ისე არ უნდა მოხდეს, რომ კი კარგია პატრიოტული სული,
სულისკვეთება, სულ სხვა სიყვარულით და სულ სხვა სიზუსტით შეიძლება ყვებოდეს ქართველი გიდი საქართველოს ისტორიას, მაგრამ იმ ჩინელ ტურის ალბათ ურჩევნია მისთვის გასაგებენაზე მიიღოს. კი, მე მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ეს დიდი ხანია დალაგებულია სხვა ქვეყნებს, აი მაგალითად ისრაელს ეს ძალიან კარგად აქვს დალაგებული, იმიტომ რომ ისრაელიდან შემოსული ტურისტების დაახლოებით 60-65% საერთოდ არ საუბრობს არც ინგლისურად და ნუ მით უმეტეს ვთქვათ ქართულად ან რუსულად. მაგრამ მათ მოყვებათ ტურ ლიდერი, რომელიც საუბრობს ინგლისურად და ქართველი გიდის მოყოლის თარგმნის მათთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე. უკვე ეს ტენდენცია წავიდა ჩინეთთანაც. ინგლისურად მოუყვეს და მერე იქიდან ჩინეთიდან წამოსული ტურ ლიდერი, ანუ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც ზუსტად ეს მოვალეობა აქვს, რომ მან იცის როგორ მართოს თავისი ქვეყნის, ანუ იცნობს ამ ადამიანებს, მათ ადათებს, წესებს და ჩვევებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ბუნებრივია იცის მათი ენა. ეს ყველაფერი სიმბიოზში მოიყვანოს ქართულ გიდთან. ოღონდ აღსრულება თუ იქნა ამ რეგულაციის გიდების ნაწილში კარგად ვართ. უფრო მეტად დასაქმდებიან, მაგრამ ნუ ამ უფრო მეტად დასაქმდებიან კი ბატონო. მაგრამ ნუ სავარაუდოდ შესაძლებელია აქაც ფასების მატებას კონდეს ადგილი, თუმცა მოთხოვნა როცა გაიზრდება საბაზრო პრინციპია. კარგი სერვისის ფასი. კი ბატონო, მაგრამ ამ ნაწილში კარგია. ნაწილს რეგულაციის, სადაც ხედავთ გამოწვევას, რაზეც სოციალურ ქსელშიც წერდით. ხო, აი მაგაზე ძალიან გვაწუხებს რა ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვართ შრომითი რესურსის დეფიციტში, ბიზნესი. და ამაზე არა მხოლოდ ტურიზმი საუბრობს, ამაზე საუბრობს ბიზნესის თითქმის ყველა. ჩვენ კვალიფიციური კადრები გვაკლია, ან უბრალოდ შრომა, მუშა ხელიც გვაკლია, შრომის ძალიან დიდი დეფიციტია, მოკლედ მოთხოვნა არის, მაგრამ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა გვაქვს ძალიან დიდი. ეს გარკვეულწილად იმითიც იყო გამოწვეული, რომ სოციალურად დაუცველების გარკვეული ნაწილი, რომელიც შრომის უნარიანია, ჩემსავით და თქვენსავით, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია იღებს იმ დახმარებას და გადაჩვეულია მუშაობას. სამწუხაროდ, მათი კომპეტენციები და მე როგორც ახლა ვიცი და ვადევნებ თვალყურს, იწყება გადამოწმება და უკვე აღმოჩნდა რომ 8% თურმე უბრალოდ სოციალურად დაუცველი კი არა და შემწეობება კი არ ჭირდება, შეძლებულიც კი ყოფილა. ამ ადამიანების კომპეტენციები და უნარები სამწუხაროდ ბაზარს ვერ მოერგება. ამიტომ გარკვეულწილად ვფიქრობდი, რომ ჩემი პირადი აზრია და არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ზოგადად ბიზნესის აზრი არის ეს რომ გარდამავალი ყოფილიყო იქნებოდა ძალიან კარგი. ცალსახად არ ვეთანხმები არალეგალურ დასაქმებას და ცალსახად რა თქმა უნდა არალეგალურ მიგრანტებსაც არ ვეთანხმები ქვეყანაში, მაგრამ მარტივად შეგვეძლოს ისევ შემოყვანა და არ იყოს რაღაცა ძალიან ბევრი ბიუროკრატია, გაცილებით უფრო მარტივი იქნება ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ნახეთ სასტუმროების სფეროში, ქვედა რგოლებში ძალიან ხშირად ვიჭედებით და გვაქვს დეფიციტი. მე არ ვსაუბრობ შუალედურ რგოლებზე ან მაღალი რგოლის მენეჯერებზე, რომელიც აუცილებლად ქართულად მოსაუბრე უნდა იყოს, არ ვსაუბრობ ფრონტ დესკზე, რომელიც პირდაპირ ქართულად უნდა საუბრობდეს, იმიტომ რომ საქართველოში ვართ, მაგრამ ვსაუბრობ შედარებით ქვედა რგოლებზე, რომლის შემოყვანაც უკვე დაიწყო ბევრმა სასტუმრომ, უკვე ბევრი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყენებს და რომელზეც ძალიან ბევრი ფიქრობდით უკვე რომ შემოვიყვანოთ ჩვენც, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვყავს. ასეთად ითვლება მაგალითად იგივე ტექნიკოსი, იგივე დასუფთავების დიასახლისები კი დასუფთავების ნაწილში იგივე მიმტანები, იმიტომ რომ სტუდენტებსაც დასაქმება ჭირდებათ. ხო, მეც ვიყავი სტუდენტი, ვსწავლობდი საზღვარგარეთ და ვმუშაობდი, ამიტომ ამ კუთხით რაღაცა ცოტა უფრო მარტივად უნდა იყოს. ახლა 40 საათი მუშაობის უფლება ჩემი გამოცდილებით გეუბნებით მქონდა და ის ქვეყანა ჩვენ რესურსს იყენებდა ძალიან კარგად. აი ესევე შეგვიძლია ჩვენს ეს რესურსი გამოვიყენოთ ყოველგვარი დიდი ბიუროკრატიის გარეშე, იქ რაღაცების ატვირთვა, მერე დალოდება, ბიზნეს უბრალოდ მომენტში მაგდენი დრო არ აქვს თელარ, იმიტომ რომ უცებ დავიწყე სეზონი, მერე მოყვება მას მეორე სეზონი, გამოწვევები სწრაფად დგას და არ გვაქვს ეს 30 და 35 დღიანი და თუნდაც ის 20 დღიანი, 10 დღიანი თუნდაც 10 დღეში რომ რაღაც გავაკეთო, მიძვირდება, მერე მიძვირდება, რომ მიძვირდება მე ხელფასიც მეტი უნდა გადავიხადო, საშემოსავლოს ვიხდი, პლუს იმ ადამიანები თუ დაჩქარება მინდა კიდე უნდა გადავიხადო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ხარისხზეც, ეფექტიანობაზეც და ფინანსებზეც.
და არ ვიცი, დავაკვირდებით, რამდენად ეფექტურად წავა ეს ყველაფერი, თუმცა მგონია, რომ უფრო გარდამავალი პერიოდი რომ ქონოდა, ანუ სოციალურად დაუცველებისთვის მეტი დრო მიეცათ გადამზადებისთვის, უფრო მეტად აქტიურად იყვნენ სოციალურ დაუცველებთან ჩართულები იმაში, რომ ახლა მეც ვყავს თანამშრომლები, რომლებიც დღესაც არიციან და მე ვუხსნი, რომ იცით რა თქვენ არ გიუქმდებათ ხელფასს რომ გირიცხავთ, არ გაგიუქმდებათ ჯერ, ანუ არის რაღაც საშეღავათო პერიოდი, კი, სოციალურ დაუცველები მყავს დასაქმებული, კი ბატონო. კი, 4 წლიანი ჯავშანი იყო. თუმცა 4 წლის გასვლის შემდეგ უკვე დაიწყება მათი გადამოწმება და აი შემდეგ უკვე თუ ისინი სტაბილურად არიან დასაქმებული, ვეღარ მიიღებენ. კი, მაგრამ 4 წელი ძალიან კარგად, ანუ კარგად თუ ავუხსნით ადამიანებს, ეს ძალიან კარგი პერიოდია, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში ადამიანს შეუძლია რომ კარიერული ზრდა გააკეთოს. და უბრალოდ მინიმალური ხელფასი ახლა სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე რომ ძალიან დაბალი გაქვთ სასტუმროებს ხელფასებიო, მაგრამ კურორტებზე როდესაც ადამიანები გაგვყავს მისთვის საცხოვრებელი ადგილებიდან მისთვის უჩვეულო და უცხო გარემოში მინიმალური ხელფასი იწყება 1950 ლარიდან. მაგალითად გუდაურში. კი, თუ აქედან. და მაინც განიცდიდით და ხშირად წერდით აი ამ კადრების დეფიციტზე, ხომ? ეს ახალი ამბავი არა. მეორე მხრივ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა კვლევით, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG, რომელიც ყველაზე მეტ და დიდ ბიზნესს აერთიანებს, მათი ერთ-ერთი ბოლო კვლევითაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დამსაქმებლები მათი აზრით ვერ პოულობენ კადრებს, არის მოლოდინების აცდენა ზუსტად სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ხელფასთან მიმართებით. მოქალაქეს აქვს ასე ვთქვათ, მოლოდინი რომ უფრო მეტი უნდა მიიღოს, დამსაქმებელი ვერ უხდის და ამიტომ ჩდება ეს კადრების დეფიციტი. აი ეს ახალი რეგულაცია, რაც უკვე ძალაშია, აი ამ პრობლემას ქვეყანაში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტი წავეა. უფრო გააღრმავებს. და შესაბამისად კიდევ უფრო გაგიჭირდება დამძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გააღრმავებს. კიდევ უფრო ძვირი დაგიჭირდებათ. კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პრობლემას, იმიტომ რომ დეფიციტი გაჩნდება, უფრო მეტი დეფიციტი გაჩნდება იქ, სადაც სამშენებლო სფეროში შემდეგაც ძალიან ბევრი უცხოელი იყო დასაქმებული, ხო? ასევე სასტუმროებში ძალიან ბევრი იყო. რა თქმა უნდა, დეფიციტი რო გაჩნდება, დეფიციტის გაჩენა გამოიწვევს ძალიან დიდ კონკურენციას. კონკურენცია წავა ხელფასების ზრდით, რა თქმა უნდა, ერთმანეთიდან, ანუ headhunting-ს ვეძახით, ანუ თავებზე ნადირობა, ასე ვთქვათ, ვინმეც გადაიხდის, ჩვეულებრივად ესეთი ბიდინგი შეიძლება წავიდეს. საბოლოო ჯამში რაღაცა ზღვარს მიაღწევს ბიზნესი, რომლის იქითაც გადახდა არ შეიძლება. სამწუხაროდ იცით რა არის ძალიან ქვეყანაში ცხოვრება, მე არ ვამტყუნებ არც ერთ ჩემ მოქალაქეს, რომელიც ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვს თავისი საცხოვრებლისთვის შესაბამისობაში. მართლა არ ვამტყუნებ არავის და პირიქით ძალიან მინდა ხოლმე რომ კარგად გადავიხადოთ და ბევრი გადავიხადოთ, მაგრამ ფიზიკურად არ შეგვიძლია. ბიზნესს არ შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხელფასი უნდა გადავიხადოთ, ჩვენ გვაქვს კიდე საშემოსავლო ნაწილი, არის კიდე ბანკის ვალდებულებები, რომელიც მე მგონი ყველაზე ძვირი გვაქვს მთელს მაღალია პროცენტები. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ამდენი არ არის, ისრაელში ზუსტად ვიცი რომ 4-დან 5%-ამდეა და გერმანიაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ ქვეყნებში გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან არის. ამიტომ ძალიან ბევრ რაღაცასთან უწევს ბიზნესს გამკლავება და აი ეს დეფიციტი გაღრმავდება კიდევ მეტად, იმიტომ რომ ერთმანეთს აცდება ბაზრის მოთხოვნა ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციები. ანუ ამ რეგულაციით რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი ჩვენი ინტერვიუს, ელოდებით ხარჯების ზრდასაც, რომ მოგიწევთ ხელფასების უფრო მოლოდინი იქნება ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი კადრის გარო მეტი გადაუხადოთ, რაც აისახება სერვისის გაძვირებაზეც, ბუნებრივია, როცა ბიზნესს ხარჯი ექნება და პლუს სამუშაო ძალის დეფიციტი კიდევ უფრო. და საკმაოდ შეირყევა სერვისის კუთხეც, იმიტომ რომ ისეთი ადამიანების დასაქმება მოგვიწევს, რომლებიც ამ სფეროში, ნებისმიერ სფეროში ჯერ არ ყოფილან და მოგვიწევს მათი თავიდან სწავლება და გადამზადება და ჩვენ ვასწავლით, ვამზადებთ და რაღაცა გარკვეული პერიოდი უნდა მით უმეტეს ჩვენ სფეროში, რომელიც პირდაპირ უშუალოდ სერვისი არის, იგივე სასტუმრო, ტურიზმი და ასე შემდეგ, რამდენიმე წელი ჭირდება, რომ ადამიანი კარგად სერვის პერსონად ჩამოყალიბდეს თუ დარჩა ამ სფეროში და ეხლა უკვე გაგვიჭირდება ამისი გაკეთება. ეს რეგულაცია იყო ის რეგულაცია, რაც დღეს
შრომის ბაზარს, ქართულ ბიზნესს ჭირდება. როდესმე უნდა დაწყებულიყო, უბრალოდ, როდესმე უნდა დაწყებულიყო და მე ამას ყოველთვის ვამბობდი და ცალსახ ეხლაც ვაცხადებ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ დაიწყო სოციალურად დაუცველების ბაზის გადახედვა. ეს სხვა საკითხია. მე ვგულისხმობ უცხოელების მუშაობის შეზღუდვას ქვეყანაში საკმაოდ მკვეთრად და რაღაც ახალი ბიუროკრატიული რეგულაციების დამატებას. თუ აქამდე დღეს თუ თქვენ უცხოელს ასაქმებდით, ერთადერთი ვალდებულება გქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს შრომით პორტალზე აგენტურთად იმ პირის მონაცემები, რომ თქვენ გყავთ უცხოელი დასაქმებული ესა და ეს ადამიანი. ახლა გიწევთ რომ ეძებდეთ კადრს, ჯერ WorkNet-ზე ვაკანსია გამოაცხადოთ. 10 დღე არ არის რომ ვინმე თუ ვერ იპოვით შემდეგ უცხოელის საბუთები წარადგინო ჯანდაცვის სამინისტროში, მას აქვს 30 დღე გიპასუხოთ ან კი ან არა. თუ არას გიპასუხებთ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია შემოგთავაზოთ, ესე ვთქვათ, დაუსაქმებელთა ბაზიდან, იქნება მას ხომ არ დაასაქმებდით, ქალბატონო მაია? ეს არის ძალიან დიდი დრო, რომელიც ბიზნესს არ აქვს. ბიზნესი ძალიან სწრაფად, ბიზნესის მთავარი კანონი არის სწრაფად მოქმედება. და ეს ბიუროკრატიული ერთთვიანი ან 40 დღიანი ვადა ვერანაირად ვერ უპასუხებს ბიზნესის სწრაფ ეფექტიან ბიზნესის სწრაფ გადაწყვეტის ნახოთ პრაქტიკაში რას მოიტანს და ეფექტური ვერ იქნება. თან ძალიან ბევრ კითხვას აჩენს კითხვას. იცით სად კიდევ რომ შემომთა მე მქონდა ესეთ შემთხვევები, უკვე არსებობს ეს ბაზები, ეს ახალი არ არის, რამე ახალი არ არის. ბაზები არ არის, რომლიდანაც არავინ არ ინტერესდება. ანუ უნდა ველოდო 10 დღე, მაშინ როდესაც მე უკვე გუშინ მჭირდებოდა და დღეს მჭირდება კადრი, უნდა ველოდო 10 დღე, 10 დღის მერე კიდევ 30 დღე უნდა ველოდო, რომ წარვადგინო ვიღაც, ან სააგენტომ უნდა ნიშუამდგომლოს და მომაწოდოს კადრი, რომელიც ან გამომადგება, ან არა, უნდა ავარჩიო და კიდევ მერე 30 დღე ველოდო, გავიდა 2 თვე და სეზონი დამთავრდა. ტურიზმში ყოველ შემთხვევაში ესე მოხდება. ამიტომ ეფექტურად ვერ ვხედავ მე პირადად. კი ბატონო, ნახოთ, ალბათ პრაქტიკაში უფრო გამოჩნდება, რამდენად მწვავე იქნება ეს პრობლემა, იმიტომ რომ რეგულაციის მიღებამდე ისე ჩქარა მიიღეს ეს კანონი, რომ ბიზნესისთვის აზრი არ უკითხავთ და იმედია, როცა პრობლემა შეიქმნება, მე მაინც მოგისმენენ და როგორც ჩვევია მთავრობას, ხშირად ქმნის პრობლემას და მე თავად წყვეტს და ბიზნესიც სხვა გზა არ არის, მადლობა, უნდა გადაუხადოთ. ისე თქვენ სასტუმროებს მართავთ ახლა გუდაურში, კიდევ სად მართავთ? ან განმუხურს სანაკლიას ვიწყებთ ძალიან მალე. ზაფხულში უკვე. ამ სიახლეზე აუცილებლად ვისაუბრებთ. იქამდე უცხოელები თუ გყავდათ, ან თუ გიწევდათ ამ პერიოდში დასაქმება უშუალოდ თქვენ? კი, აი განმუხურის სასტუმრო, რომელიც საკმაოდ დიდია, იქ ნამდვილად გეგმავდით და მოლაპარაკებების დაწყებული გქონდა შემოყვანასთან დაკავშირებით დასუფთავების ნაწილში და სეზონურად სხვადასხვა სერვისების ნაწილში. კი, ნამდვილად გქონდა ამაზე გათვლა გაკეთებული. მაშინ მოგიწევთ აშკარად თადარიგი დაიჭიროთ. ზაფხულამდე დრო არის და ყოველ შემთხვევაში ჯერ ადგილობრივ ბაზარზე ეძებოთ და შემდეგ უკვე მოიპოვოთ შრომითი უფლების ნებართვა, ამას ამბობს ახალი კანონი. კარგი, ვისაუბროთ მაშინ განმხორით დავიწყოთ და მე ძალიან მოკლედ ამ თრის სეზონიც რომ შეგვიჯამოთ. რა ხდება ანაკლიაში? მე მახსოვს ადრეც მართავდით თქვენ ანაკლიაში სასტუმროს, ეს ის სასტუმროა? არა. თუ ახალი ინვესტიცია, ვინ არიან ინვესტორები, რა ახალი ინვესტიცია და ძალიან მიხარია, რომ ეს არის წმინდად ქართული ინვესტიცია 348 ნომრით, უზარმაზარი კომპლექსი იხსნება და ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს, რომ მოახლოვდა ის დრო, როდესაც ანაკლიის სპორტი თავისი დიდებულებით იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, თავისი დიდებულებით გაიხსნება, რომელიც ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ამ ტერიტორიაზე, ანუ განმუხურში და ანაკლიაში, ესეთი მაღალი დონის და დიდი სასტუმრო გარკვეულ ნიშას უკვე იქნება, როგორც ესეთი პირველი პიონერი, რომელიც მაღალი სერვის და მაღალი კლასის კურორტის შექმნას ჩაუყრის საფუძველს. იგეგმება ბრენდის შემოყვანაც, საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაც, ეს არის აბსოლუტურად 100%-ით ქართული ინვესტიცია, ეს განსაკუთრებით რომელი კომპანია შეგვიძლია თქვა თუ ჯერ არა, თქვენ მართვაში იქნებით? კი, მართვაში იქნება სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის მართვაში იქნება გადაცემული. ეს არის აპართ-ჰოტელი, ნაწილობრივად აპარტამენტების მფლობელების იქნება, ნაწილობრივ სასტუმრო, სახელმწიფოსთან ვალდებულება აქვს, მოკლედ ძალიან კარგი ახალი ინვესტიცია არის
სასტუმრო შენდება თუ აშენებულია? სასტუმრო უკვე აშენებულია, უკვე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ზაფხულში უკვე უნდა გაიხსნას, გადაეცეს მმართველებს სასტუმროს აპარტამენტების მმართველებს. თუმცა ბრენდის შემოყვანა უკვე მომავალი წლიდან იგეგმება, ანუ სრულად გაიშვას როგორც აპარტ-ჰოტელი, გარკვეული ძალიან ისეთი მაღალი კლასის ბრენდის ქვეშ, რომელზეც ჯერჯერობით გაუთქმელობის. კი ბატონო, დაახლოებით რა მოცულობის ინვესტიცია არის ამ სასტუმროში ჩადებული? ამ ეტაპზე უკვე გადააჭარბა $20 მილიონ და ჯერ კიდევ გრძელდება. კი ბატონო. მაია, თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ რეგიონებში სასტუმროების მართვის თუ ამუშავების, მაგრამ ვიცით რა ანაკლია არ არის ტურისტულად ისეთი აქტიური, სამეგრელოდ დიდად დატვირთული ტურისტებით და ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის რეგიონებში უკვე კახეთის მიმართულებითაც, რომ იქ ჭირს სასტუმროების დატვირთვა, ამიტომ ზოგი დროებით იხურება, ზოგი პროფილს იცვლის და ასე შემდეგ. რის იმედზე აიღეთ ეს რისკი ანაკლიაში სასტუმროს მართვის, თორემ ძალიან მიხარია. პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს საკმაოდ ისეთი ბევრი საკმაოდ მაღალი დიდი რაოდენობით ოთახფონდი აქვს და ბევრი ადამიანის დატევა შეუძლია. არის ზღვის პირველ ზოლში და თქვათ ის კომფორტი აქვს, რომელ კომფორტსაც ბათუმი ვერ სთავაზობს. ანუ სიწყნარე, სიმშვიდე, წყნარი ზღვა, ძალიან მაღალი კლასის სერვისი იქნება აქ და ადამიანები ეს უფრო არის გათვლილი ხანგრძლივად დამრჩენებზე და პლუს ბიზნეს ორგანიზაციებზე, იმიტომ რომ აქ მინიმუმ 500-600 კვადრატი, 1000 კვადრატამდე გეგმავთ დავუთმოთ გამოფენებისა და შეხვედრების ოთახების და საკონფერენციოების დარბაზები რომ იყოს ამხელა. გარდა ამისა, სწორედ ამიტომ ანაკლის პორტის რეალურად მშენებლობის გააქტიურების მოლოდინი. მაგისი მოლოდინიც არის, რომ ნელ-ნელა უკვე ჩვენთან ამ ხალხს, რომელიც აქ მუშაობს და ანაკლის პორტში მუშაობს, სჭირდება საბაზისო ადგილი, სად შეიძლება თქვათ განთავსდნენ, სად შეიძლება ეს თავიანთი შეხვედრებიც მოაწყონ და აი ამ დროს უკვე კარგად ჩდება, იმიტომ რომ სხვა აღარაფერი აღარ დარჩა ამ ტერიტორიაზე სამწუხაროდ. კი, სამწუხაროდ. მე მახსოვს, როდესაც ბრენდს, აი ამ საერთაშორისო ბრენდს უკეთებდით ბიზნეს გეგმას და შედარების ანალიზს, ვერაფერთან ვერ შევადარეთ, იმიტომ რომ შედარების ანალიზს და სქემას ვერ დაუდებ. უბრალოდ არ არსებობს სასტუმრო, რომელიც კონკურენტად მოიაზრება და რომელთანაც რაღაცა შედარებით ანალიზს გააკეთებ, მარკეტინგულს ან ფინანსურს. აი ესეთი მდგომარეობა ახლა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ კარგად იცით, რომ გამოწვევები არ გვაშინებს, ყოველთვის ისეთ ადგილებში მივდივართ, სადაც ნამდვილად გამოწვევა და ამ ადგილს ნამდვილად ჭირდება განვითარება და ვინ-ვინ თუ არა ნამდვილად მე და ჩემმა ჯგუფმა ვიცით ის, რომ რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მაღალი კლასის სასტუმრო, იმიტომ რომ მაგის გარშემო მე რეგიონი ჯაჭვურად ვითარდება. აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც იმისაც, რომ ინვესტორებთან ერთად, ანუ ქართულ ინვესტორებთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაზე, იმიტომ რომ ის ბრენდი თავისთავად უკვე მსოფლიოში თავის ქსელში გაავრცელებს და ცნობადობას აუწევს და აი ამის იმედათაც ერთ-ერთი ამის იმედათაც არის რომ ვრისკავთ რომ ავიღოთ ხელში აი ესეთი ტიპის სასტუმრო. აუცილებლად მოვიკითხავთ სიახლეებს ანაკლიაში და იმედია მთავრობაც უფრო მეტად იზრუნებს ანაკლის პოპულარიზაციაზე და იქ იმ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რაღაც სიახლეები ბოლო პერიოდში ჩვენც გვეწერა, იქ ხიდი, ბულვარი, ბევრი რაღაცა საჭიროებს ხელის შევლებას ძალიან რბილად რომ თქვათ. ცოტა დრო გრჩება და ზამთრის სეზონზე მოკლედ მომიყევით, გუდაურში მართავთ ერთ სასტუმროს, როგორც ვიცი. რამდენად კმაყოფილი ხართ სეზონის წელს, თავს უთოვლობას აშკარად არ უჩივით. უთოვლობას არ ვუჩივით, ტურისტობასაც არ ვუჩივით, წელს ძალიან კარგი სეზონი გვაქვს. არავინ არ წუწუნებს გუდაურში. სეზონი ძალიან კარგია, სტუმრები დივერსიფიცირებული არის ძალიან ქვეყნებიდან, ანუ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც ვიყავით დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაზე და მე იქ დაწყებული რაღაცა საომარი ან კონფლიქტური სიტუაციები, მე ჩვენ ტურიზმს ძალიან და ეკონომიკას ძალიან ისე არყევდა. ეხლა ეს მდგომარეობა არ გვაქვს, ჩვენ თანაბრად გვყავს როგორც ევროპიდან, ისევე აზიის ქვეყნებიდან და
თითქმის სოფლის სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან ანუ ყველა მხრიდან მოდიან ტურისტები და ძალიან მიკვირს ხოლმე ხანდახან ისეთი ქვეყნიდან შემოდის ჯავშანი საერთოდ გუდაურის შესახებ როგორ გაიგეს თქო, მაგრამ ძალიან პოპულარულია გუდაური და საკმაოდ ისეთი კარგი სპორტსმენები, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოდიან ნამდვილად, რომლებიც თანხის გადახდაზე არ წუწუნებენ, იმიტომ რომ მსგავსი სერვისები, მსგავსი ტიპის სასტუმროები და მსგავსი სასრიალო ტრასები არ გვაქვს, ჯერ ალპებთან ცოტა გვაკლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც სრიალებს და ვინც ნამდვილად მოთხილამურია, ამბობს, რომ რაც არის ძალიან კარგი ტრასები არის ეხლა, როდესაც თოვლმაც ხელი შეგვიწყო. აქედან გამომდინარე, რო აფასებენ შედარებას რო აკეთებენ ევროპასთან შედარებით, საკმაოდ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან გავაძვირეთ და 35 და 40%-ით მოვამატეთ კიდე შარშანთელთან შედარებით, ევროპამ კიდევ უფრო მეტად გააძვირა, ამიტომ აქეთ გადმოვიდა ძალიან ბევრი მოთხილამურე და სპორტსმენი. რამაც გუდაურში ძალიან ისეთი მოთხოვნა და შესაბამისად მაღალი ფასებიც გამოიწვია. ძალიან კარგი. ზაფხულის ტურიზმთან დაკავშირებით სეზონზე როგორი მოლოდინები გაქვთ? იანვარში გქონდათ BMG-სთან ძალიან მოკლე ინტერვიუ და მაშინ ამბობდით, რომ იანვრის ბოლოსთვის ზაფხულის მოლოდინი უკვე გამოკვეთილია ხოლმე და ჯერჯერობით არც ისე სახარბიელოდო. თებერვლის ბოლოს რა გამოჩნდა? თებერვლის ბოლოს გამოჩნდა, კი, ცოტა მეტი იმედი გამოჩნდა, კი ბატონო, გამოჩნდა ის, რომ ისევ საინტერესო ვართ, მათ შორის ისრაელი ისევ აქტიურობს, ახლა მე გეტყვით სასტუმროებზე რომელი ქვეყნებიდან არის ძირითადი მოთხოვნა, კორეა ძალიან აქტიურობს, ჩინეთი ძალიან აქტიურობს, ინდოეთი ძალიან აქტიურობს, ეს ის ქვეყნებია, სადაც ტურიზმის ადმინისტრაციამაც გარკვეული მარკეტინგული წერტილოვანი დარტყმებიც და თქვათ გამოფენებიც გააკეთა, აქედან გამომდინარე ამ ქვეყნებიდან საკმაოდ აქტიურად ჯავშნები წამოვიდა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე თებერვალში არასოდეს არც ერთ წელს თებერვალში სასტუმრო ზაფხულში უკვე წინასწარ 47% დაჯავშნელი არ მქონია. და ეხლა არის, აი ესეთი შედეგი დგას, ეხლა ტურისტული კომპანიის შარშანდელთან შედარებით, წელსაც ჩემ ტურისტულ კომპანიაში გაცილებით მეტი მოთხოვნაა და გაცილებით მეტი დადასტურებული ჯგუფებია, ასე რომ ვფიქრობ, რომ ტურიზმის კუთხით საქართველოში საწუწუნო არაფერი არ გვექნება, თუ მოვერიეთ მერე იმ ადამიანური რესურსების პრობლემას. ხო, აი აქ ნახოთ ახალი რეგულაციები როგორ იმუშავებს, ან მერე რა იქნება რეაგირება მთავრობის მხრიდან თუ დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდა. წერტილი რას დაუსვათ მაიკო ამ ქვეყანაში, ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ. თქვენი ტრადიციული კითხვა. ტურიზმში რა არის ან სუსტი წერტილი ყველაზე მეტად რაც გაწყდა? წერტილი დაუსვათ გადაწყვეტილების მიღებას ისე, რომ კერძო სექტორს არ ვკითხოთ. აი მაგას უნდა დაუსვათ წერტილი. აი ეს აი ამ უცხოელების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით თქვენ პოსტფაქტუმ გაიგეთ, იმიტომ რომ კანონი მართლა ძალიან ჩქარა მიიღეს. პოსტფაქტუმ გავიგეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ბიზნესში საკმაოდ ტურიზმში მე სხვა ბიზნესებს ვერ შევეხები, ხა არ მაქვს არც მაგის უფლება, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ. რა ხდება, მაგრამ ტურიზმში და სასტუმრო სფეროში საკმაოდ კარგი და გონიერი კადრები მართავენ, მუშაობენ და მართლა კარგად იცის ბიზნესმა ეს ბიზნესი. ამიტომ რაღაცა, როდესაც გიდზე იღებ რაღაცა გადაწყვეტილებას და იმათ სადაც იცი რომ ეს ვასაკობ, ძალიან კარგი იქნებოდა და აუცილებლად უნდა ეკითხათ, როგორ ხედავდით ამას. სიამოვნებით ჩავერთვებოდით კერძო სფეროს წარმომადგენლები გადამზადების უფასოდ, მართლა გულწრფელად უფასოდ გადამზადების კურსებს ჩავატარებდით ჩვენ თვითონ, რომ ჩვენივე დეფიციტი აღმოვფხრათ და ნელ-ნელა გამკაცრებულიყო კანონი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ყველა ვართ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ზრუნავთ, კერძო სექტორის კუთხეს საუბრობ და არალეგალი დასაქმებულები ჩვენც არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება არც ის, რომ ჩვენ ბიზნესი უცაბედად მიღებულმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ ისე შეარყიოს, რომ ვერ შევძლოთ ან ხარისხიანი კეთება, ან ეფექტური კეთება, ან უბრალოდ ბიზნესის კეთება. რაც მალე აისახება ეკონომიკაზეც და ბიუჯეტის შემოსავლებზეც. მადლობა, წარმატებები. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ჰოტელიერი კომპანია სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი მაიკო მურაჩაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.